სტრესულია თუ არა კონტენტ კრეატორობა. მაგრამ ხანდახან სადღაც მიდიხარ და უბრალოდ არაფრის გაკეთება არ გინდა და უბრალოდ გინდა რომ იწვე და არაფერი არ აკეთო და არავინ არ გელაპარაკებოდეს. ისე კიდე იღებს სიამოვნებას ვიდეოების კეთებისგან და დაფაბლიშებისგან. დასრულებულ ვიდეოს რო უყურებ არასოდეს არ მომწონს, ან ყოველთვის მეზიზღება ჩემი ვიდეო. შენი აზრით TikTok live-ებს რატო აკეთებ ხალხი? არ ვიცი. მე პირადად არ მაქვს პრობლემა, რომ ჩემი ჩარიცხული ფულიდან ვიღაცამ მანქანა იყიდოს. სტივ ჯობსი რომ ცოცხალი იყოს ახლა როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? ფიქრობ რომ შვილებს ანახებ შენს TikTok-ს ან Instagram-ს? შენი აზრით წლების მერე ექნება რაღაცა ღირებულება შენ ვიდეოებს? ყველაზე დიდი მითი რაც ინფლუენსერზე გაგიგია. სადღაც მინანია კიდეც მაგაზე, რომ ამ ყველაფერს არ ვიყვები თუნდაც რა, ჩემ გამომწერებს რაც ხდება. ძალიან ბევრჯერ შემხვედრია, რომ ზოგიერთ უცხოელ TikTokers გაცილებით უფრო ხარისხიანი და ძალიან მაგარი ეფექტებით გადაუღია რაღაცა კონკრეტული კადრი, ვიდრე ფილმში და მე მგონი TikTok-მა რაღაცა დოზით ძალიან აწია თამასა. გაიხსენე რისი შეგრცხვა ბოლოს.